გერმანიაში კი მასობრივი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები და გარემოს დაცვის ორგანიზაციები მთავრობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადა გახანგრძლივდა. გერმანიაში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეები რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც საფრანგეთიდან გერმანიის ქალაქ გორლებენში უნდა ჩაიტანონ. ნარჩენები 11 სპეციალური კონტეინერით მატარებლით იგზავნება. მომიტინგეები დაგეგმილი სარკინიგზო მარშრუტის მიმართულებით შეიკრიბებიან. ტრადიციულად ნარჩენების ჩატანის დროს მასობრივი მიტინგები იმართება, ხოლო ტვირთის უსაფრთხოებას ათასობით პოლიციელი იცავს. პრობლემა ისაა, რომ ქალაქი გორლებენი საწყობად გადაიქცა. ის რადიოაქტიური ნარჩენების შესანახად არ უნდა გამოიყენო. არავის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ ეს ნარჩენები, რომლებიც აქტიურობას რამდენიმე მილიონი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო არ იქნება. მანიფესტანტები გერმანიის მთავრობის გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმად ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადა 2034 წლამდე გაიზარდა. 2002 წელს გერმანიამ არაბირთულ ენერგეტიკაზე გადასვლის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ატომური ელექტროსადგურის ბოლო მე-17 ბლოკის 2022 წლამდე გაუქმებას ითვალისწინებდა. თუმცა 2009 წელს ანგელა მერკელის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კანონის გადახედვა გახდა საჭირო. 11 კონტეინერი ჩამოვა. ყოველ მათგანში რადიოაქტიული ნივთიერებებია. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში გერმანიაში ჩერნობილის 11 ელექტროსადგურის ტრანსპორტირება მოხდება. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება. ჩემი აზრით, ადამიანები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მათ ეს პრობლემა აწუხებს და პროტესტს ხუჯების ბლოკირებით გამოხატავენ. გერმანიის ოპოზიციურ პარტიებსა და მწვანეთა მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ჩერნობილის კატასტროფა გერმანიისთვის გაკვეთილად უნდა იქცეს, რადგან რადიოაქტიური ნარჩენების ქვეყნის ტერიტორიაზე შენახვა ძალზე სახიფათოა და ნებისმიერ დროს შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.